TV11 ფესტივალი რესტორაცია დივანი და ჩაის ქართული ბრენდი გურიელი წარმოგიდგენთ. გამარჯობათ. მე მინდა გესაუბროთ იმაზე, რომ არ გვაქვს ქართული ამერიკული ოცნება და ამაზე მინდა ცოტა ჩემი ისტორია მოგიყვეთ 90-იანებიდან. ოღონდ მინდა მოგიყვეთ არა თბილისის 90-იანებიდან, რომელზეც უფრო მეტი ხსმენია ალბათ, არამედ ბათუმის 90-იანებიდან, რომელზეც იმედი მაქვს, რომ მეოდნავ მეტი მსმენი. იმიტომ რომ იქ დავიბადე და გავიზარდე. შეგახსენებთ, რომ ეს ის დროა, როცა დანარჩენ საქართველოში არის ომი, სროლა, მთელი უბედურება ტრიალებს მოკლედ და აჭარის მთავრობა ამ დროს ყოველდღე იმას გვიმეორებს, რომ ის იმიტოა მაგარი, რომ ჩვენთან ესე იგი მხედრიონი არ შემოუშვით, ტყვია არ გავარდნილა და მოკლედ ცოცხლები ვართ. გასაგებია, რომ ცოცხლები ვართ, მაგრამ ასევე არ უნდა გვშიოდეს კიდეც ალბათ, მასლოუს რა ვყვეთ და ესე იგი ამ პრობლემის მოსაგვარებლად გაგვახედეს ერთადერთი დიდი ცენტრალური მიმართულებით, რასაც ქვია თურქეთის საზღვარი, რომელიც ესე იგი გახსნეს და შემოგთავაზეს, რომ მიბრძანეთ ბატონო და როგორც მოახერხებთ, ისე იშოვეთ ფული, თურქეთი აქ არის. ასევე იმასაც შეგახსენებთ, რომ ყველაფერი, რასაც მანამდე კანონიერი შემოსავალი მოქონდა ბათუმში, ფაქტიურად არის მოშლილი, ინტელიგენციამ არ იცის საერთოდ რა ქნას. და ესეთი ოჯახიდან ვართ ახლა ჩვენც და შესაბამისად ჩვენთანაც სახში ერთი დიდი კითხვა იდგა ამის შესახებ, რომ აბა რა ვქნათ. ესე იდგა ბევრ ოჯახშიც. ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ვართ გაკულაკებული ებრაელების ოჯახიდან, ანუ რევოლუციამ წაგვართვა ყველაფერი, რაც მანამდე ოჯახს ჰქონდა ნაშოვნი და შედეგად ესე იგი ბაბუაჩემი უკვე ასე ვთქვათ კომუნიზმით ანთებული ნერგავდა ორ პარალელურ ცოტა ერთმანეთთან კონფლიქტში მყოფ, ესე იგი გენერალურ ხაზს, რომ ერთი რომ ჩვენ ვართ ძალიან საამაყო ბათუმელი ვაჭრის ოჯახიდან, რომელიც იყო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, რომელმაც ბათუმში ააშენა სხვა მეგობრებთან ერთად სინაგოგა, რომელიც ძალიან წარმატებული, მოკლედ ერთი ეს წარმატების ხაზი მიდიოდა და მეორე პარალელურად მიდიოდა ის, რომ ვაჭრობა არის სირცხვილი. რომ ვაჭრობა ეს არის რაც აი როგორც კარგი ბრენდის ატრიბუტი, ესე იგი საიმიჯო პარამეტრი ებრაელობას თან ზდევს და ჩვენ ამას ყველანაირად გვერდი უნდა ვაქციოთ, ჩვენ უნდა წავიდეთ ჩვენი ცოდნით, სხვა უნარებით, ოღონდ არავითარ შემთხვევაში არანაირი კომერცია ეგ ჩვენთან საერთოდ ხო რაშუაშია. მოკლედ აი ამ ორ გენერალურ ხაზთან ერთად ვართ, მაგრამ მიუხედავად მთელი ამ იდეოლოგიური მუშაობისა, ბაბუაჩემისთვის ამას არ შეუშლია ხელი, რომ ყოველ მნიშვნელოვან ლოცვას ბათუმის სინაგოგაში დასწრებოდა. და ჩვენ გვაქვს ესეთი წესი, რავი, მე მაინც ხუმრობით ვამბობ, რომ საქველმოქმედო აუქციონებით ჩვენებურების გამოგონებაა, იმიტომ რომ სინაგოგაში არის ესეთი წესი, რომ რელიგიური რიტუალის ამა თუ იმ ეტაპზე მონაწილეობის მისაღებად ცხადდება აუქციონი. ვინ მეც გადაიხდის, ასე ვთქვათ, მას ენიჭება ეს საპატიო უფლება. მთელი ეს გადახდილი თანხა შედის სინაგოგის შესაწირ ფონდში, ასე ვთქვათ. და ეს ძალიან დიდი პატივია, ვინ მეც დაიძახებს, ასე ვთქვათ, მისია ეს უფლებაც. შესაბამისად, რაც არ უნდა სირცხვილი ყოფილიყო ჩვენთან საოჯახო იდეოლოგიაში, ასე ვთქვათ, ვაჭრობა თუ სხვა ტიპის კომერცია და ფულის შოვნა, ასე ვთქვათ, მეტი ფულის შოვნა, სინაგოგაში მისული ხდებოდი, რომ თუ გინდა პატივი ქველმოქმედება და სხვა ესე იგი ესეთი კეთილი საქმეების კეთება, ცოტა უნდა გაექანო და ცოტა მეტიც იშოვო, ვიდრე ჩვეულებრივ ხელფასს შეეძლო. მით უმეტეს რომ იმ დროს ხელფასები მოგეხსენებათ დიდად არც რიგდებოდა, ხო? გემახსოვრებათ კუპონები. იყო ესეთი გადასარევი რამ. მე საერთოდ ბონისტიკით ვარ ცოტა გადაცებული, ვაგროვებას თქვა სხვა ქვეყნის კუპიურებს და დღემდე არ ვაძლევ თავს უფლებას, რომ კუპონები მქონდეს ჩემ კოლექციაში, იმიტომ რომ მახსოვს მათთან პირველი შეხვედრა, ესე იგი. ერთ და ორ კუპონიანი სახში მოიტანა საღამოს ბაზრობიდან დაღლილმა, ესე იგი დაღლილად მოსულმა ბაბუაჩემმა, რომელმაც ესე იგი რაღაც სახლიდან ჭურჭელი გაიტანა, რომ რაღაცნაირად ესე იგი ფული შემოიტანა სახში და მოკლედ აი ეს ახლად გამოსული ახალი ფული აი ამ გზით მოხდა ჩვენთან ოჯახში და ასე ვთქვათ, დიდხანს ვიფიქრეთ, ასე ვთქვათ, სახში, მე ალბათ იქ ყველაზე პატარა ხმის უფლება მქონდა, რომ რა გვექნა ახლა იმდენი რომ ახლა ყოველდღე ჭურჭელს ვინ გაყიდდა ახლა, თან ვის უნდა დამდენი ეს ჭურჭელი იმ დროს. და მოკლედ აი ამ დილემის მთელ აი ამ პროცესში გავიხედეთ საზღვრისკენ, ესე იგი ჯერ იყო რამდენიმე
თურქეთში წასვლა და მე ვიღაც ღვთისმიერმა გაჭრა ახალი არხი, რომელსაც ერქვა ბულგარეთი, ესე იგი. პირველი რეისიც ესე იგი იქიდან ჩამოვიდა და მოკლედ როგორც დღეს ეძახიან word of mouth, ან PR-ი, ესე იგი როგორც სხვადასხვანაირად ეძახით, გადასარევი ქონდა მოკლედ აი ამ ბულგარეთიდან ჩამოსულ რეისს. ყველაფერი რაც კი ბედნიერება იყო და რაც ჩვენ გვაქვს და ბულგარეთში ეგულებოდა ხალხს. მეორე თუ მესამე ძალიან პირველ რეისებს მოკლედ შემდეგ ჯერზე ჩვენც გავყევით. მაგრამ ცხადია რომ ეს კოდი რომელიც სახში ამდენი ხანი ინერგებოდა არსად არ წასულა, ამიტომ შინაურობაში ასე ვთქვათ ერთმანეთს უთხარით რომ ქვეყანა უნდა დავათვალიეროთ და ნუ გზა უნდა ამოვიღოთ რაღაცით, ესე იგი, რასაც უკან წამოვაყოლებთ. როგორც აღმოჩნდა, წამოვაყოლეთ, ხო, ერთ მგზავრზე იყო დაწესებული 25 ლიმიტი, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ავტობუსი რეზინის არ იყო. და მთელი ჩვენი ლიმიტი, ასე ვთქვათ, დაიხარჯა სტალიჩნი არაღზე, რომელიც იმ დროს 5 ბულგარეთში ღირდა 8 და საქართველოში ბარდებოდა 24-ად. მოკლედ დღევანდელი ბიზნესმენები ალბათ ნერწყვით შეხედავენ, ნერწმომდგარი შეხედავენ ამ ციფრებს, მაგრამ ზუსტად ესე 1-3-თან იყო. შესაბამისად, როგორც კი უკან ჩამოვედით, ამან გზაც ამოიღო და ესე იგი სახში შემოიტანა ტელევიზორი GVC, რომელიც ესე იგი დაუწყვილდა რამდენიმე წელი ყუთში ობლად ყოფ ვიდეო მაგნიტოფონ GVC-ს, რომელიც ესე იგი ისრაელიდან გამოგვატანეს საჩუქრად, როგორც კი საზღვარი გაიხსნა და პირველად იქაურობა მოვიარეთ. სხვა შორის ეხა ბევრს ლაპარაკობენ, რომ აი Apple და სხვა ესეთ კომპანიები ცდილობენ რაღაც ეკოსისტემები შექმნან, როცა ბევრი მოწყობილობა ერთმანეთთან მუშაობს, ასე ვთქვათ, და რაღაც საერთოს პოულობენ. მე ეს ბედნიერი პრინციპი ზუსტად GVC-მ მასწავლა, როცა ერთი პულტით ორივე მუშაობდა, ესე იგი სატელევიზიო პულტს მოყვა ვიდეო მაგნიტოფონის სამართავი ზონა და ეს იყო მაშინ რაღაც ტექნიკური სასწაული. მოკლედ პირველი ბულგარეთი, მეორე და ასე შემდეგ იყო ბევრი. ცხადია რომ მეორე და შემდეგ რეისებზე ესე იგი სტალიჩნის ფასი კლებულობდა, იმიტომ რომ მიწოდება გაიზარდა. ამ დროს დაიკლო ავტობუსებში მგზავრების რიგებმაც, რათა გაეზარდათ ტვირთამწეობა. იმ დროს მგზავრების უსაფრთხოებაზე არავინ არ ფიქრობდა, საერთოდ მგზავრების უსაფრთხოება არ არსებობდა ესეთი ტერმინი. და საბოლოო ჯამში ყველაფერი დავიდა იქამდე, რომ ამ ავტობუსების რაოდენობა გახდა იმდენი, რომ ბათუმში გაიხსნა ბაზრობა. მანამდე თურქეთიდან შემოტანილი საქონლისთვის, შემდეგ უკვე ესე იგი ბულგარეთმაც მისი ადგილი დაიკავა. მოკლედ აი ესე გავხდით მულტიბრენდული საბითუმო მიმწოდებლები, ესე იგი მთელი აჭარისთვის. და ნუ მე ალბათ იქიდან უკვე დანარჩენი რეგიონებისთვის. ამასობაში ახლა მოხდა ერთი პატარა ისტორია ბულგარეთში, რომელზეც დღეს ალბათ მე თვითონაც ძალიან მეცინება და დიდი ისეთი აღარაფერი მნიშვნელოვანი არ არის, მაგრამ იმ დროს ძალიან გამოგვადგა ესე იგი. გამიჩნდა ესეთი ლოგიკური ბავშვური კითხვა იმ დროს. რატო არ შეიძლება ესე იგი იაფი და ბევრი არყის ყუთების თრევას ბჭყალებში ვაცრიოთ ძვირი და ცოტა ყუთი. ხო? ეგება და იმდენივე სტოვებს, ხო? რა ვიცით ხა ეს ამბავი. ვცადეთ ერთხელ მოკლედ ესეც გამოვიდა და უცებ გადავიქეცით ესე იგი პრემიალური ბრენდების მიმწოდებლებად ბათუმში იყო ესე ძვირიანი მაღაზიების რიგი. პატარა ქუჩა იყო და მოკლედ მათი მიმწოდებლები ვიყავით. შედეგად ეს ყველაფერი განვითარდა იქამდე, რომ ასე ვთქვათ, ბულგარეთ მოვლილებს 2 საათში ყველაფერი ჩაბარებული გქონდა და შემდეგ რეისამდე, რომელიც 2 კვირაში ერთხელ რეგულარობით იყო, შეგვეძლო ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრება. ცხადია, რომ ამ დროს ბაზრობა არსად არ გამქრალა, იმიტომ რომ იაფი და ბევრი სხვებს კვლავაც აინტერესებდათ როგორც ბიზნესის ობიექტი და აი ეს ბაზრობა ყოველდღიურად გვიყურებდა ძალიან ისეთი შურის თვალით, თან შეკითხვით, რომ კი მაგრამ როგორ კაცო? ამათმა როგორ მიაგნეს ეგეთ რაღაცას, ხო? ჩვენ ამდენს ვაცრევთ და იმდენივე გვჩება და ისინი კიდე ცოტას აცრევენ და მაინც იმდენივე რჩებათ. ნუ დიდი იმედი მაქვს, რომ იმას არ აბრალდნენ, რომ ეხა ვაჭრობა ებრაელების მოგონილია. რის თქმა მინდა. საბოლოო ჯამში მთელ ამ საოჯახო ბიზნეს, მთელ ამ დილემებს და მთელ ამ ასე ვთქვათ დიდ შეკითხვას, რომელიც სახში იყო, მთელი ეს ისტორია დამთავრდა იმით, რომ აი ამ მაშინ ნაშოვნმა ფულმა, ასე ვთქვათ, ჩამაბარებინა უმაღლესში, თბილისში და ეყო იმ პერიოდს, სანამ მე პირველ ხელფასს მოვიტანდი სახში. მაგრამ ეხა ეს იყო ჩემი ისტორია, რომელიც მე მინდა რომ ცოტა სხვა ჭრილით შეგახედოთ. საქართველოში არის ძალიან ბევრი ბიზნესმენი, რომელიც ზუსტად იმ დროს, როცა ჩვენ ვიწყებდით, ასე ვთქვათ,
არყის თუ სხვა თემებით, ისინი იწყებდნენ მათ სფეროებში. ვიღაცას წამალი შემოქონდა ჩანთებით და დღეს საფრთხო ქსელები აქვს. ვიღაცა როგორც ჩვენ ესე იყო პრემიალური ბრენდების მიმწოდებელი და დღეს კარგი ქსელი აქვს, ასე თქვა და თავარი სუპერმარკეტებს ამარაგებენ. და ეს შეგვიძლია ყველა ამ სფეროს მიუყვეთ და პრობლემა იმაშია, რომ არავინ ამაზე არ ლაპარაკობს, როგორც საკუთარი კარიერის დასაწყისზე. მაშინ როდესაც ახლა მე მაგალითად მასთან რა შედარება, მაგრამ 15 წელია მარკეტინგში ვარ თქო ვიძახი ამა თუ იმ ფორმით, ხო? მაგრამ როდესაც უღმავდები ამას, ან როდესაც დისკუსიაში შევდივარ, ყოველთვის ვიწყებ ათვლას მაშინდელი ბულგარეთიდან. და კიდე წლებს ვიმატებ რა, იმიტომ რომ შეუძლებელია შენ ითვალო უმაღლესი სასწავლებლიდან შენი კარიერა. უნდა ითვალო აი ესეთი ტერიტორიიდან, როდესაც შენ შენი ხელით რაღაც საკეთებდი. და ძირითადი პრობლემა, რასაც მე ჩემთვის და რატომაც შეგაწუხეთ ამ თემით, ასე ვთქვათ, ის არის რომ საქართველოში არ ხდება ესეთი ისტორიების საამაყო ჭრილში გაშუქება, არ ხდება ამის საამაყო წარმოჩინება, ამიტომ ის ხალხი, ვინც დღეს ცდილობს ელემენტარულად ისევ იმ თურქეთისკენ გაიხედოს თუ სხვა მიწოდების გზები ააწყოს, მათთვის არ ხდება იმის დანახება, რომ ისინი აკეთებენ საამაყო საქმეს, რომ დღეს ამ საქმის კეთებით, რომელსაც ისინი დღეს ემსახურებიან, არის შანსი ხვალ კონდეს დიდი სადისტრიბუციო კომპანია, კონდეს დიდი ქსელი, გახდე აი ეს ხალხსტუხიანი ბიზნესმენი, ასე ვთქვა და მიაღწია ბევრად უფრო ფართე მასშტაბს. და მე ვისურვებდი, რომ ის ბიზნესმენები და ის დიდი ქსელები, რომლებიც ესე იწყებდნენ, რომ ისინი ჩაერთონ ამ საქმეში, რომ მათ აჩვენონ საიდან იწყებდნენ, დანერგონ ის აზრი, რომ არაფერი ამაში არათუ სამარცხვინო, არამედ საამაყოც იყო და მისცენ ამითი საშუალება იმ ხალხს, ვინც დღეს მუშაობს ესეთ პატარა ძალიან მცირე მეწარმეებად, რომ მათაც გაუჩნდეთ იმედი, რომ ისინი გახდებიან დიდი და მიაღწევენ ბევრად დიდ შედეგს ვიდრე დღეს. მადლობთ.